მაისურაძეები საქართველოში ძალიან ბევრი არიან. ღმერთმა გამრავლო და გაგახაროთ, ბევრ კარგ მაისურაძეს ვიცნობ, მე-6 ადგილს იკავებს ქართულ გვარებში. დიდი ხნიანი ისტორიაც აქვს, მე-8 საუკუნეში თემურლენგი რო შემოეცა, იმას უკავშირებენ რა. თუ არ ვცდები, მაისურაძე წყლის მაძიებელს ნიშნავს არაბულად. ცხოვრობდნენ თავდაპირველად სამცხე-ჯავახეთში, სოფელი ზედა თმოგვი არის წარმოშობის არეალი და ასევე სოფელი ნაქალაქავი. შემდეგ უკვე გადავიდნენ, როდესაც საქართველო დაიშალა სამთავროებად ქართლში ავიდნენ და იქ ერთი ლეგენდის თანახმად, როდესაც გიორგი მერვეს თავს დაესხნენ საქართველოს უკანასკნელ გაერთიანების საქართველოს ბოლო მეფეს, სამი ძმა ყოფილა მაისურაძეები და მაგრად უბრძოლია და მეფეს სამშვიდობას გაიყვანესო და ამის მერე მიწები გადასცა ამ სამ ძმას, მაგრამ ვისაც წაართვა ის იმათმა აღარ დაუთმეს და შემდეგ მოუწიათ რაჭაში წასულა. მშვიდობიან ადგილას უფრო სოფელ წედისში და მაშინ რაჭა იმერეთის სამეფოს ეკუთვნოდა და მათ ჰქონდათ დავალებული რომ ზედა ჩრდილოეთ საზღვარი დაეცვათ რა და მაგრადაც აკეთებდნენ იქიდან რომ გადმოდიოდნენ ოსები და ჩრდილო ტომის ხალხი ეს მაისურაძეები არ უშვებდნენ, იმიტომ რომ მაგარი მებრძოლი ხალხი იყვნენ. ეს ერთ სიმღერაც ხო არის რაჭული. კოსტა მაისურაძე მოჭიდავე იყო და დაუწერეს. კარგი, შემდეგი რომელზე ჩავწერო მითხარით.